2024-ის არჩევნებს, ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ვისაუბრია ყველას ამაზე, მაგრამ მე მინდა დავიწყო არჩევნების დღემდე რა ხდებოდა ამ საკითხის გაშლით. ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად ჩაატარა რაღაც ერთი დიდი მექანიზმის სისტემა შექმნა, რომელსაც სხვადასხვა კომპონენტით იყო დაკომპლექტებული და ამას საფუძვლად ედებოდა ჯერ კიდევ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც წინასაარჩევნო შეიტანეს და რაც ხელს საყრელ გარემოს უქმნიდა მართლ პარტიას, ქართულ ოცნებას და აბსოლუტურად ასე ვთქვათ, არაკონკურენტულს, ბუნდოვანს, მსუბუქად რო ვთქვათ, არაჯანსაღ გარემოს უქმნიდა ოპოზიციურ პარტიებს. დავიწყოთ გადაწყვეტილების მიღების საკითხით, ყველა რგოლშიც, ესკოშიც, ყველა დონეზე, ოლქშიც და უბანზეც ხდებოდა ისე, რომ უმრავლესობით შეეძლოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიეღოთ